მოგესალმებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის სახელით. ეხლა მე ვიცი ბავშვები, სტუდენტები როგორ ნერვიულობენ, იმიტომ რომ 2012-13-14 წლებში მქონდა ბედნიერება, რომ ამ გუნდის წევრი მეც ყოფილიყავი და ფაქტიურად პირველ წლებში შემოგიერთდით, ხო? რა თქმა უნდა. უნივერსიტეტის კედლებში, ჩემთვის ეს უნივერსიტეტი მშობლიურია, იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნე, სამგზის დავამთავრე თქო, იმიტომ რომ 2015 წელს ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში მივიღე, 2018 წელს მედია კომუნიკაციის მიმართულებით ჟურნალისტიკა და მესამედაც რომ ისევ აქ მომიდებოდა ჩაბარება, აი სტუდენტები მიხვდებიან, რატომ შეიძლება ეს უნივერსიტეტი ასე გიყვარდეს და გასულ წელს კიდევ ერთხელ გავრისკე მოკლედ და რიგით მეორე მაგისტრატურაც ისევ ილიას უნივერსიტეტში დავამთავრე, ოღონდ უკვე განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. აი გულწრფელად რომ გითხრათ ბატონმა თამაზმა რომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა, ცოტა მომერიდა და თან ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ რაღაც სიხარულთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და მნიშვნელობა არ აქვს აუდიტორია რამხელა იქნება, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი და უფრო გადამწყვეტი არის დამოკიდებულება აი იმ საქმის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ ვისთანაც გიწევს რომ რაღაც თანამშრომლობა გქონდეს და ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის. იმიტომ რომ 2011 წლიდან იწყება ამ გუნდის ისტორია და 2025 წელია დღეს. ძალიან დიდი დროა იმისთვის რომ აკეთო საქმე იმ სიყვარულით და სიფრთხილით, როგორც ბატონ თამას ეს შეუძლია. და ვინც მას იცნობს, დამეთანხმება. პირველ რიგში ალბათ სტუდენტები დამეთანხმებიან წეგან რეპეტიციას, რომ უსმენდი რამდენჯერმე თქვა, რომ თან ეჩხუბებოდა თითქოს და მეცინებოდა, იმიტომ რომ აღნიშნავდა, რომ ხო გავბრაზდი ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ესე გასაბრაზებელია და არც მიფიქრია ამ დროს რომ ბრაზდებოდა. თვითონ გონია ხოლმე რომ ბრაზობს და ჩხუბობს და ძალიან რო არ გამიგრძელდეს სიტყვა, მინდა ძალიან დიდი პატივისცემა დავაფიქსირო კიდევ ერთხელ თქვენ მიმართ, ძალიან დიდი სიყვარული და დიდი მადლობა იმ წლებისთვის, რაც ამ გუნდში გავატარე და ამ გუნდს აქვს ნამდვილად ის, რომ რაღაც მიკუთვნებულობის განცდას გიტოვებს. და მე ნამდვილად მოგხსენეს ამ გუნდის მიმართ ძალიან მიყვარს და ეხლა გოგოებს ვეჭორავებოდი, რა ემოციური იყო ჩემთვის ამ გუნდის პირველი კონცერტი და გავაჟღერებ მოდი ამ ამბავს. ჩემთვის ძალიან ისეთი ამბავია ხოლმე წლებია, ეხლა ჩემთან ერთად ვღერი უფრო აქტიურად და ერთადერთი კონცერტი ალბათ, სადაც ესეთი დიდი შეცდომა დაუშვი იყო, შატილის ასულო უნდა მემღერა სოლო და იყო თან ეს ინსტრუმენტის გარეშე უნდა გვემღერა ძველი ვარიანტი, ავთენტური და ისევ ნერვიულობდი, ისევ ღელავდი, ეს ნერვიულობა რა მოსატანია, ეხლა რომ ნერვიულობ და ბატონმა თამაზმა მაცადა, ცოტა ხანი მაცადა და რო ვერ დავუბრუნდი ტონს, გამაჩერა დარბაზიდან და შორიდან დამიძახა, საიდან უნდა დამეწყო სინამდვილეში ეს სიმღერა. ცოტა ისეთი მოგონება, მაგრამ ძალიან მიყვარს და ხშირად შემეშალა, ტონი შემეშალა. თქვენი ბრალი. აი ესე ამხნევებს გუნდის გოგოებსაც და ბიჭებსაც დღეს დარწმუნებული ვარ და გონია ხოლმე რომ ჩხუბობს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნამდვილად არ ჟღერს ჩხუბად მინდა გითხრათ და ეს სასიამოვნოა, იმიტომ რომ ნებისმიერ გარემოში მნიშვნელობა არ აქვს, ეს ანსამბლი იქნება ალბათ, თუ იქნება სამუშაო სივრცე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელმძღვანელის დამოკიდებულება, რომ უფრო მეტად გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და მე დარწმუნებული ვარ, ამ გუნდის წევრები ამ სიყვარულს ნამდვილად გრძნობენ. კარგი, ძალიან გამიგრძელდა მოკლედ სიტყვა, დავუბრუნდები გუნდის ამბავს. და აღნიშნავ იმას, რომ ეს არის რიგით 24 საანგარიშო კონცერტი, სახელწოდებით მრავალჟამიერ საქართველო. და აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდის ისტორიაში 2011 წლის შემდეგ პრაქტიკულად გუნდს არ ჩაუგდია, ესე რომ ვთქვათ, სემესტრი საანგარიშო კონცერტის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ხშირად ვესწრები ხოლმე კონცერტებს და თამამად შემიძლია, რომ ეს განვაცხადო პასუხისმგებლობით, რომ აი ეს ქართული კულტურა, ავთენტური ფოლკლორი, რასაც ძირითადად ეს გუნდი ემსახურება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სტუდენტები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, საერთოდ სხვადასხვა ესეთი განსხვავებული ცხოვრება აქვთ, არიან ძალიან აქტიურები და დაკავებულები და უნივერსიტეტში აქვთ ის სივრცე, სადაც ესეთ ქართულ სიმღერებს შეისწავლიან. მოდი დავიწყოთ. და პირველ რიგში სიმბოლური იქნება ალბათ თუ რიგით 24 საანგარიშო კონცერტი გაიხსნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰიმნით გაუდიამუს იგიტურ. ეს არის ძველევროპული ხალხური სიმღერა, რომელიც მე-12 საუკუნიდან იწყებს მე-12 საუკუნით თარიღდება პირვანდელი ვერსია, მაგრამ მე რამდენადაც ინფორმაცია მოვიძია, ის ვერსია, რომელიც დღეს შესრულდება, უკვე მე-18 საუკუნის შემდეგ არის ცნობილი.
დავუთმობ ამარაჩვეულებრივ ბავშვებს, სტუდენტებს სცენას და კი აღნიშნავ, რომ აქ უმრავლესობა არის დებიუტანტი. შემდეგ გაგაცნობთ სათითაოდ ყველას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებიუტანტები რაღაც ისეთი ემპათიური განწყობით დააჯილდოვოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი განწყობა მათზე იმოქმედებს და შესაბამისად ძალიან კარგად შეასრულება ყველა იმ ნაწარმოებს, რომელიც დღეს იქნება ღონისძიებაზე. მე მიწევს რომ ყველა სიმღერა რაღაც პატარა ინფორმაციით გავაჟღერო ხოლმე. დავუბრუნდებით საქართველოს, ჩემთვის ავთენტური ფოლკლორი არის განსაკუთრებულად საყვარელი მიუხედავად იმის, რომ ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ავთენტურ ფოლკლორს დიდად არ უკავშირდება. გვაქვს ბედნიერება გადმოვინაცვლოთ იმერეთსა და სამეგრელოში, პირველ რიგში იმერული ცხენოსნური შესრულდება გუნდის მიერ. და რამდენადაც ვიცი, ეს გუნდი დღემდე აგრძელებს იმ ტრადიციას, რომ ყველა სიმღერაში შეაქვს ხოლმე პატარა თავისებური ცვლილება არა, ალბათ რაღაც პატარა დეტალი და სხვათა შორის ძალიან საფრთხილოა ხოლმე ეს ამბავი და წეგან შემთხვევით არ მithქვამს, რომ დიდი სიფრთხილით ეკიდება ბატონი თამაზი, ძალიან მეუხერხულება, რომ რაღაც ესეთი განცხადება გავაკეთო, მაგრამ უნდა გავაჟღერო აუცილებლად, იმიტომ რომ აი ეს ცვლილებები, რაც ამ გუნდში არის ხოლმე გარკვეულწილად გუნდის რეპერტუარში ნაწარმოებებში განხორციელებული, საკმაოდ ფრთხილად და ფაქტიურად არ კარგავს პირვანდელ სახეს. ამ ნაწარმოებშიც, ამ სიმღერაში იმერული ცხენოსნური, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი ტოპონიმია შეცვლილია, ხო სწორად ვაჟღერებ ამ ინფორმაციას. ასე რომ კვლავ დავუთმობ გუნდს სცენას და ბარემ ხომ არ გამოვაცხადო შემდეგი სიმღერაც. შემდეგი იქნება მეგრული ვახტანგური. ჭირდება თქვენი რეპეტიციები, იმიტომ რომ რაღაც სიმღერების სახელები დავიწყებია. სხვათა შორის, ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ფოლკლორული ნიმუში ჩვენამდე კირილე პაჭკორიას, ნოკო ხურციას და ნიკოლოზ ხვიტიას დამსახურებით მოაღწია. სანამ ბატონი თამაზი გადმომიგზავნიდა ამ პროგრამას, მე ვთხოვე, რომ რაღაც პატარა ინფორმაცია მოეწოდებინა ჩემთვის ამ ნაწარმოებების სიმღერების შესახებ და აი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზი ხშირად ძალიან კრიტიკულია ხოლმე, არ ვიცი გუნდის მიმართ, არ ვიცი რის მიმართ, მაგრამ აი ამ სიმღერასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია მომაწოდა, ამას თქვენთან ერთად მოვისმენ და შემდეგ მოვიფიქრებ, გავაჟღერო თუ არ გავაჟღერო. Mi vuole di cieli, me
პრომოცია და ნიკოლოზ ხვიტია ნამდვილად იამაყებდნენ ამარაჩვეულებრივი ბიჭების შესრულებით, ამიტომ ბატონი თამაზის კრიტიკას არც გავაჟღერებ და ეწერა პროგრამაში. იმედია საფლავში არ გარანტიალდებია. არა ბიჭებო, ნამდვილად არ გეკუთვნით ეს ტექსტი თქვენ. ლეჩხუმური ალილოს დრო არის. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ალილო მოგისმენიათ და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული სწორედ ლეჩხუმური ალილოა და ძალიან მიხარია, რომ დღეს მეც მოვისმენ მათთან ერთად. კონცერტზე მიმღერია და მქონდა ბედნიერება, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც მემღერა. ერთადერთი მიზეზი, რა ხმები აქვთ და რა კარგი სმენა აქვთ დამერწმუნებით და აი ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება სცენაზე შემსრულებელს შეგეშალოს რაიმე, მით უმეტეს აკაპელაში მღერიან და არანაირი ინსტრუმენტალი არ ეხმარებათ, რომ ტონი გაასწორონ, ხო? ერთადერთი მიზეზი, გულწრფელად ვამბობ ამას, ჩემი საკუთარი გამოცდილებით არის ის, რომ აი როცა მართლა ხელა, მაშინ არის ალბათობა იმის, რომ რამე შეგეშალოს. აი თუ არ აკეთებს საერთოდ. ცოტა არაგულწრფელიც ხარ ალბათ სცენაზე, იმიტომ რომ რაღაც მიღლუარება თუ არ გაქვს და არ გაინტერესებს, ასე მათემატიკის გაკვეთილსაც ვერ ჩააწერებ, ხო ესეა? მიწევს ხოლმე მათემატიკის გაკვეთილების ჩატარებაც და ესეც გამოცდილებით. ასე რომ თუ არ ღელავ, ეს შეუძლებელია და ღელავ მაშინ როცა ძალიან ცდილობ და ძალიან გიყვარს. მე ძალიან მეამაყება ის ამბავი, რომ შეიძლება გქონდეს სრულიად სხვა პროფესია, საერთოდ სხვა სფეროში იყო და იმდენად გიყვარდეს ქართული სიმღერა, რომ აღარ შეგვეშალოს ლექციებიდან და გამოცდებიდან, რომ გამოვგვივართ კონცერტზე, რომ ეს ქართული სიმღერა ვისწავლოთ და გავაჟღეროთ. ხა ცოტა ხანდახან შეგვეშლება არაფერს. შემდეგი სიმღერა, რომელიც უნდა შეგვისრულოს, ჩემი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის გუნდმა, ეს არის გოგო გოგო შავთვალა. და როგორც მე მივხვდი, ეს ნაწარე სიმღერა ამ გუნდს დიდი ხანი აქვს, იმიტომ რომ ბატონი თამაზისგან როგორც მოვისმინე, გაკურებულიც კი იყო, აქამდე როგორ არსად მიმღერიაო და დარწმუნებული ვარ, რაღაც განსაკუთრებული სიმღერაა. ალბათ სწორედ ამ შემადგენლობას ელოდებოდა ბატონი თამაზი გუნდში, რომ აი წელს ესენი შეასრულებენ არაჩვეულებრივად. მე როგორ მიყვარს ეს გუნდი ხვდებით, ხო?
გავხაროთ. ბევრჯერ მომცა შესაძლებლობა სხვათა შორის ბატონმა თამაზმა, რომ როცა გინდა დაბრუნდიო და აი ამ როცა გინდა დაბრუნდიზეც ვიტყვი ორ სიტყვას. მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს მღეროდე გუნდში და გვერდით გედგეს ადამიანი, აი ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური წევრი და ეხლა რას გულისხმობ ამაში. როდესაც გუნდში მღერი და ეს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი იქნება ეს გუნდი თუ პატარა, ნებისმიერი შემსრულებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდით გედგეს ადამიანი, რომლის თუნდაც სუნთქვის სიხშირე იცი. რამდენად სწრაფად ჭირდება სუნთქვის აღება, რამდენად დიდხანს შეუძლია რომ შენს ნაცვლად გერა გააგრძელოს და ასე შემდეგ. აი ეს გუნდი განსაკუთრებულია ასევე იმით, ძალიან ბევრი გუნდისთვის მომისმენია და ძალიან ბევრი გუნდი მინახავს წლების განმავლობაში, რომ არ იცვლება არასოდეს წევრი და არიან და არიან. შეუძლებელია იმ წევრებს, იმ გუნდს რაიმე შეეშალოს, ან რაიმე ნაწარმოების სწრაფად ვერ ისწავლონ. აი ამ გუნდებს აქვთ იმის ფუფუნება და კომფორტი, რომ ერთხელ შეუძლიათ ახალი ნაწარმოები აითვისონ, ან ძალიან სწრაფად ჩაატარონ სოლო კონცერტი. ილეონის ხალხური სიმღერის გუნდი არის გუნდი, რომლის კარიც ღია ნებისმიერი მსურველისთვის. აი ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია თქვას, რომ უნდა რომ ამ გუნდში იყოს და აი თუ მომცემთ შანსს და მე პირადად როცა ვიყავი გუნდში, მაშინაც მახსოვს და ვიცი რომ დღემდე ეს ტრადიცია გრძელდება ილეონის ხალხური სიმღერის გუნდში, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა სცადოს რამდენად კარგად შეუძლია სიმღერა. ან უბრალოდ დარწმუნდეს, რომ მასაც აქვს სმენა და ამაში დასარწმუნებლად ბატონი თამაზი ყველაფერს აკეთებს ხოლმე, გამერწმუნეთ. და დარწმუნდეს იმაში, რომ სიმღერის ნიჭი ესე მხოლოდ ზოგიერთებისთვის არ არის განკუთვნილი. აი ახლა ამ სცენაზე დგანან როგორც გამოცდილი 23 წევრისგან შედგება ეს გუნდი და აქედან 13 არის ის ადამიანი, ვინც წელს ამ სემესტრში შემოუერთდა გუნდს და შესაბამისად შესაძლოა მათგან ამ 23-დან დიდი უმრავლესობა პირველად იდგეს საერთოდ აუდიტორიის წინაშე და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა აუდიტორია რამდენი ადამიანისგან შედგება, რამდენად დიდია სცენა, ან რამდენად აუდიტორია დარბაზი, ან რამდენად პატარა. შესაბამისად მე ძალიან კარგად მესმის ამ წევრების მღელვარება და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საქმეს. გავაგრძელოთ კონცერტი. ძალიან მართაგხალოთ. მე ძალიან მიყვარს საუბარი და ჩემს მეორე პროფესიას ვეძახი ხოლმე ჟურნალისტიკას, იმიტომ რომ მათემატიკის შემდეგ რატომღაც ჟურნალისტიკა შევისწავლე და ძალიან კომფორტულად ვცნობ ხოლმე თავს, მაგრამ თან ვცდილობ, რომ ბავშვები ცოტა, სტუდენტები ცოტა დავასვენო. რატო ვეძახი ბავშვებს არ ვიცი. კარგით. სვანეთი და სვანური სიმღერები არის ალბათ განსაკუთრებული ყველასთვის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მირამბულა უნდა მოვისმინოთ, ეს არის სევდიანი ბალადა. და როგორც გავიგე, ერთადერთი სვანი ყოფილა ამ გუნდში და ალბათ ძალიან იამაყება თავისი სვანური სიმღერა. ჭუნირით, დავითი. გვარი არ ვიცი, დავით, შენი გვარი. ჟანიძე, რაღაცა იანს ველოდებოდი, მაგრამ უკრანზეებიც სვანები ბევრი მეგობარი მყავს. კარგი, რთულია სვანური სიმღერების შესრულება, მაგრამ სვანი ყავთ ჭუნირთან და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევენ ამ სირთულეს თავს.
მე შენი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანია დღევანდელი კონცერტის რეპერტუარიც, ისე როგორც სხვა კონცერტები არის ხოლმე. გურული სიმღერაა ეს და საავტორო სიმღერაა, რომელიც ცნობილ ვარ გარლამ სიმონიშვილს ეკუთვნის. სიყვარული თუნდაროდენ ამ სიმღერას და როგორც გავიგე ეს გურული ღიღინიც განსაკუთრებულად თემატიკიდან გამომდინარე ალბათ. ეს Hey
მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ ამ გუნდის წარმატებების შესახებ, როგორც საქართველოს ფარგლებში შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. რთული იქნება ეხლა ნამდვილად, არ შეგაბეზრებთ თავს საუბრით, რაც უკვე გავაკეთე და მხოლოდ გეტყვით ბოლო პერიოდისთვის გუნდისთვის განსაკუთრებულ წარმატებას საქართველოს უნივერსიტეტების გუნდთა შორის გამართულ კონკურსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტურმა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა, რაც ნამდვილად ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდის რამდენიმე წევრი ილიელების სახელით სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გასტროლებზე და წარმატებით ახერხებდა, რომ გაეცნო ქართული ფოლკლორი და ხელოვნება კრაკოვში, ბელგრადში, ტალინში. და ამ მხრივ გუნდს აქვს გარკვეული გეგმები და პერსპექტივები, მაგრამ წინასწარ ხომ არ ვსაუბრობთ ხოლმე, ამიტომ ბაცადოთ და შემდეგ კონცერტზე, აი მე თუ მექნება კიდევ ბედნიერება, რომ ამ კონცერტის დამსწრე მაინც ვიყო, ერთად მოვისმენთ მათ წარმატებებს. ხო, YouTube არხი აქვთ და როგორც გავიგე, ეს YouTube არხი არის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის რაღაც ერთგვარ რეკორდს ამყარებს, ესე მითხრეს, რომ 230 ვიდეო ჩანაწერი არსებობსო და 230 ნაწარმოებზე საერთოდ რომ იცნობ და ამდენი გაქვს მოსმენილი, ეს ერთი ამბავია და მე ამდენი ნაწარმოების შესრულება, სიმღერის შესრულება რომ შეგიძლია, თან ისე რომ ბატონ თამაზის კრიტიკის ქარცეცხლში გაივლის და YouTube-ზე ატვირთვის შესაძლებლობა ექნება, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია რომ ეს YouTube არხი მოვუძებნოთ და მოვისმინოთ ამ სტუდენტების შესრულებით ფოლკლორული ნიმუშები. წამყვანი არ ვარ, ამდენად პატარა შეცდომები მეც მაქვს. კარგით, მე ბავშვობაში, ძალიან ხმა ბავშვობაში ერთ-ერთ ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდი ხოლმე და ყოველთვის მიკვირდა ერთი ამბავი და მე ამ გუნდშიც რომ მოვხვდი, გავიგე რომ თურმე წლების წინ მღეროდნენ არა უბრალოდ ესე განწყობისთვის, არამედ ძალიან ისეთი შინაარსიანი დანიშნულება ჰქონდა ძველ ფოლკლორულ სიმღერებს. უმღეროდნენ მზეს, წვიმას, გვალვას და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ახლა ბედნიერება მოვისმინოთ ნაწარმოები, რომელიც ბატონების სამკურნალოდ იმღერებოდა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქ დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ამის შესახებაც იცის. ია პატნეფი, ასე ქვია მეგრულ სიმღერას, თუ არ მეშლება, რომელიც ბატონების სახადის სამკურნალოდ იმღერებოდა ხოლმე.
კარველად სადა კილო საგალობელი და წეღა როგორც თქვი გუნდს აქვს ხოლმე თავისი პატარა ცვლილებები ნაწარმოებებში და ამ შემთხვევაშიც მესამე მუხლი გუნდის მიერ არის გამშვენებული. აი ისეთი თემატიკის სიმღერებს, როგორიც არისო ოროფაში ჭვილი. მეგრული სიმღერა სასიყვარულო. Oh
ფილმში აკაკი საკვანი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ცნობილი ქალაქური სიმღერა რას ცოდნია და ეს სიმღერა არის შეეჩვია. მგონია რომ ფოლკლორი ჩვენ ქართული ფოლკლორი ძვირფასი არა მხოლოდ ჟღერადობით, არამედ რაღაც დიდი განძია ხოლმე ჩადებული და მგონია რომ შეიძლება ჩვენმა წინაპრებმა ძალიან ისეთი ნათქვამი თუ არ გამოვა ისეთი შეტყობინებები, მესიჯები ჩადეს ფოლკლორულ ნაწარმოებებში, რომ თუ რამდენჯერმე მოვისმენთ, თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, არ ვიცი, მე ნამდვილად მქონია, რომ რაღაც მიგნებებს აკეთებ და თითქოს დარიგებასავით არის, შეგონებასავით არის ფოლკლორული სიმღერები, მით უფრო როცა ვსაუბრობთ ავთენტურ ფოლკლორზე და დამერწმუნებით ალბათ ძალიან ბევრი. სწორედ ასეთი ქართულ კახური შეგონების სიმღერა არის ძმაო რას ჯობდა და ასეთი კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს და დამეთანხმებით ხო? ძალიან მიხარია ბატონი თამაზი ისე მეთანხმება ყველაფერში რომ თამამდები ხოლმე და ამიტომ განვავრცე ჩემი ტექსტი.
მოკლედ, ქართულ კახური შეგონების სიმღერა ძმაო რას ჯობდა?
სვანეთში და მოვისმენთ ლილეს ღმერთის სადიდებელ სიმღერას. საავტორო გურული სიმღერა მივალ გურიაში.
ერეკლეს მრავალჟამიერს. ეს არის ქართულ-კახური მისასალმებელი, სადღეგრძელებელი სუფრული სიმღერად ითვლება. შემოთავაზებული ცნობილი ლოტბარის ვანო მჭედლიშვილის მიერ.
ხდება პირველი ხმა. ლიზი თარბაია, მარიამ მათიძე, მაკო მინაშვილი, სალომე შარიფაძე, ქეთი ჩიჩიური, ნინი ხარჩილავა, მარიამ ჯაიანი. მეორე ხმები და ბანები გოგონები ისევ. მარიკო გიგაური, თეკლე მიქელაძე, ლიზი ქსოვრელი, თაკო ცხვიზიშვილი, ანა ხოზრევანიძე, აისო ხუდიევა და ვაჟები. ჩვენ ხარ გამოცდილებს. დათო ბობჟანიძე. გიორგი ლომსაძე. შაბან მამედოვი. ნიკა ნამუაშვილი. ალექს კუტურგაიძე. სანდრო ჩენინავა. ვენზი კუტაიშვილი. არის მოდა დავი ჯანჯვალა.